მოგესალმებით მეგობრებო, სულ მალე დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები და წარმატებებს უსურვებთ ჩვენს აბიტურიენტებს. კი ბატონო, ამასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია მოვიძიეთ. თურმე ისტორიაში პირველად გამოცდა ჩინელებმა ჩაატარეს. ანუ ჩემი აბიტურიენტების დროს ჩინელებისთვის მიგინებია და არ ვცოდნია. ვინც ეს გამოცდები მოიგონა თქო ასე, ხო იცი? გამოცდა მოიგონეს ჩინელებმა, მაგრამ ზუსტად ვიცი, გადაწერა ქართველების მოგონილია ჩვენი. ახლა მე-6 საუკუნეში არავის არ უხაროდა უნივერსიტეტში რომ ჩააბარებდა, იმიტომ რომ გამოცდები არ არსებობდა. გინდა ამ უნივერსიტეტში მიდი და იარე, რა გენაღლება? და სიხარულები ჭირდებოდათ და მოიგონეს გამოცდა. რას ლაპარაკობ? აბა, მაგარი საქმე გააკეთეს ჩინელებმა. გამოცდები რო არ ყოფილიყო, რამდენი სტუდენტი დარჩებოდა მამიკოს დაჩუქარი მანქანის გარეშე მითხა. ჩინელებს უნდა უმადლოდეთ მაგას. თუმცა ცუდი მხარეც აქვს გამოცდებს. დააკვირდით, წარმოიდგინეთ, გამოცდა რომ არ ყოფილიყო, ტაქსისტებს რამდენი დიპლომი ექნებოდათ? ეგ არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენ შოუში დოლგარ მოზეუგრავს და გეების განწყობაზე გვაყენებს გზავრელები და გიორგი შოშიტაშვილი. მადლობა ბიჭებს, სიახლე კი მათთვის, ვისაც საკვების გამოძახება უყვარს. კომპანია Delivery დუბლინში შეკვეთების დრონებით მიწოდებას იწყებს. წარმოიდგინეთ SMS-ი რომ მოგდით თქვენი შაურმა მოფრინდა, გთხოვთ დახვდით შეკვეთას. გადასარევი, ამ დრონი რო გირეკავთ, უკაცრავად თქვენი შეკვეთა მოვაფრინე და თქვენი პანჯერა რომელია? აი ლურჯი ხავი რო გაფენილი, იქ შემოდი. კი ბატონო, ნეტა ჩვენთანაც იყოს ასე. კურიერები რომ მოვლენ კორპუსთან და ამოსვლა ეზარებათ ხოლმე. წარმოიდგინე რა კარგია. ნეტა ეს დრონებიც ინდოეთიდან არიან, და ვერ აგინებენ ადრესაც, ეს მაინტერესებს. იცი, აი ფრერაზე გამახსენდა, თურქეთის ავიახაზებმა აკრძალა მგზავრების ფეხსი ადგომა, სანამ თვითმფრინავი არ გაჩერდება. ჯარიმა იქნება $70. გონი მართლა გვართმევენ ქართველობას. ეს თვისება გამოგვარჩევდა სხვა ერებისგან ჩვენ და რატომ მითხარ? აი სწორედ ჩვენზეა გათვლილი ეს ჯარიმა. დღეში 4 რეისი მაინც დაფრინავს მარტო თბილისიდან სტამბულში. რა ფული შეუვა თურქეთს, საქართველოს და ხო წარმოგიდგენია. მანდრო ჯარიმას დაგიწერენ, მაღაზია ნათქვამი ჰაერში გაუშვიფული გავქნიეთ. იმედია თვითმფრინავის მიწაზე დაშვებისას ტაშის დაკვრა არ აკრძალეს. რა ვქნა, მე ისე მიხარია თვითმფრინავის დაშტომა, რომ ფეხზე ამდგარი უკრავ ხოლმე ტაშს, როგორც კარგი სპექტაკლის მერე და ბრავო. იმდენი ფული კიდევ ჭირდება ესე. მე რას დავაგვირდიცი, იმ ხელა ჯარიმა, მე დაждობის შემდეგაც არ ვარ ფეხსი ამდგომი, ჩემო. კი ბატონო. ისე ყოფილა ხალხი შეშინებული, სამ რეის აბამი ერთმანეთს და სანამ არ უყვირებენ დატოვეთ თვითმფრინავი ოპანათი ადგებია. დაიცა დაждობის დროს რომ მოგინდეს მაგალითად პალეტში როგორ უნდა გახვიდი, აბა მითხარი? თუ იცი. მე მგონი რომ ეს იდაყვებით. პარტიზანი. ახლა რომ გადაეღოთ იმერული ესკიზები, ის ქალბატონი დაამატებდა. ბებია, თვითმფრინავი კარგად რო გაჩერდება, მერე ჩამოდი. კი ბატონო, რა მაგარი ეპიზოდია, ძალიან მაგარი. ვაგრძელებთ საჰაერო დანიშნულებების მიმოხილვას. ამერიკაში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც 6 წლის განმავლობაში უფასოდ დაფრინავდა ვითომ ეკიპაჟის წევრი. ჩაიცამდა ეკიპაჟის ფორმას, დამაჯერებელი სახით ესალმებოდა ყველას და შედიოდა თვითმფრინავში. რომ კითხეს, როგორ ახერხებდიო, ამან უპასუხა. რა ვიცი, გენაცვალე, ჩვეულებრივად ვისვამდი ფორმას, ამოვდიოდი ბორცზე და ვინმეს თუ რამე პრეტენზია აქვს, შეგიძლიათ ისარგებლოთ წინა, უკანა და შუა გასასვლელიდან, ვინც არა დამაფრინდით. რა მაგარი აფერისტი ყოფილა.
და როგორ გაუგეს ეს აფერისტობა თუ იცი? როგორ? შავი ყუთის ჩანაწერები მოისმინეს პილოტების კაბინეტიდან. ესე იგი უყურე, ეს მესამე პილოტი ვიდა ხوارიცი. ეკითხებოდი. მე მთავარ პილოტს უკითხავს მაგისთვის, პრიბორიო. ამან 15. რა ის 15-ო? აბა რა ის პრიბორიო და ამიჯი დაიცვა 15-ია. ბატონო. ავიაკომპანიის დირექტორს კითხეს, როდის მიხვდით, რომ თქვენი თანამშრომელი არ იყო? როდის და ხელფასის მომატება რომ მოითხოვა? მაშინ ვიდან ეს კაცი გამაგებია? თვითონ ავიაკომპანიის ნამდვილ თანამშრომლებს ძალიან დასხდათ გული. ისე ვიყავით მიჩოვლი ამ ადამიანს დირექტორზე მეტად გვიყვარდა. დაკავებით კი დააკავეს თაღლითი მფრინავი, მაგრამ ეგ ისეთია, მალევე გამოუშვებენ. ციხეში ციხის თანამშრომლად გაასაღებს თავს. ჰაერში მომხდარი დანაშაულიდან გადავიდეთ ხმელეთზე მომხდარ დანაშაულს. საინტერესო. ორიგინალური ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა ვერონას მუზეუმში. ისმენთ? სადაც ტურისტი ვან გოგის სკამზე დაჯდა, გატეხა და გაიქცა. ვანდალიზმი კი არა, მუხლების დასვენება უნდა. კაც დაიღალა იმ ხელა მუზეუმში ბოდიალი და ჩამოჯდა. საბედისწერო სკამი ყოფილა მე თუ მკითხავთ. 2 წუთი დაჯდომის გამო 5 წლამდე მოუწევს ჯდომა ახლა. მერე მაგის გამო რატომ უნდა დაიჭირა? აი მე ვერ ხვდები. თვითონ ვან გოგს ყური არ ქონდა და დიდი ამბავი სკამითი იქნებოდა ერთი ფეხის გარეშე. თან მართლა კი არ გაიქცა. იქვე მიიმალა ვან გოგის ძესუბისდიო. რა ვიცი, მთელი ბავშვობა ვერონაში მაქვს გატარებული, ხა მე ხო ჩემი ამბავი ბებია ჩემთან. იქ ვან გოგისა არაფერი მინახავს მე. მართალია კახეთშია, მაგრამ ვერონა ხო იყო იქ. არის გომბურზი, კარგია, შევს კაცი. კი, თუმცა ფიროსმანის სახლ-მუზეუმი გვაქვს. ხოდა თქვენთან მსგავსი ვანდალიზმი არ მოხდება არასდროს. იმიტომ რომ ფიროსმანს სკამის აღარ ქონდა ბოლოს. გაყიდა ყველაფერი და მარგარიტას უყიდა ყვავილები. მე აღაჩინებს გოგი. შენ ფრთხილად იყავი მანდ ეგ სკამი არ ჩაგიტყეს, თორე ვან გოგია შეგარქვევთ შეეც. ვან გოგია, კარგია. შემდეგი ნიუსი ჯდომას არა, მაგრამ საჯდომს ეხება. პირდაპირ კავშირშია. ჯენიფერ ლოპეს შეგენაცვალე? საკუთარი ფოტოების სოციქსელებში დადების გამო უჩივია. ახშილელია. ჯენიფერი ხო იცით რომელია? დიდი ერთი ადგილი რო აქვს რა. მეთქი მე მეკითხებოდა გააკეთებოდა, მეთქი რანაირად. ყველის ამბავი. კვერნა. რა გინდა? ფოტოების დადების ერთი ადგილი არ ქონია და უძახე. დავშვიდი ჯენიფერ სამაგიეროდ, ჩემი ფოტოები შეგიძლია დადო რამდენიც გინდა. არ არის პრობლემა. ჩვენ გვერდ. აი მეტი ჩარა ეს ჯენიფერიც ისე რა. სახის ფოტოებს რო დებდა სოციქსელში. დაედო კაცო უკან არის სურათები. მაგრამ თუმცა ეგრე უფრო იცნობდნენ და რა ვიცი. რეკლამას ვინც უკეთებდა, იმას დაუცვია. ჯენიფერი? ხო. ჯენიფერი ჩვენი სარეკლამო სახიაო. სახე რა? ფოტოების დადებისთანავე ჯენიფერს უამრავი ქართულენოვანი მესიჯი მიუვიდა ლათინური ასოებით და დღემდე არკვეს რას ნიშნავს ულამასესი ქალფათონი ბდანდებით ანგელოსის შანელი მინდა გავიგო ანუ სახელი და ვარა კია და ბოლოს უგანდამ შეგენასა უგანდამ 31 მილიონ ტონაზე მეტი ოქრო აღმოაჩინა, რომლის საერთო ღირებულება 12 ტრილიონი დოლარია. წავედით ბიჭო უგანდაში. მივეხმაროთ უგანდელებს მობოჭვაში. მოჭვაიზა ლაბიდაკა. ესე 31 მილიონ ტონაზე მეტიო, ხო? აი ის მეტი რამდენიცა ის მომენტში მე ან ჩვენ მომენტში ვიმყოფინე. რას მეუბნები 12 ტრილიონი დოლარი რამდენია? სხვა რამე მკითხე, ზუთხასიათზე ვარ ახლა და არ მინდა უგანდაში. კი ბატონო. ბავშვობაში მაქვს ერთი სამაიანთიანი ნაპოვნი სკოლის ეზოში და უბედნიერესი ვიყავი და ეს ვინც იპოვა როგორ გაუხარდებოდა წარმოვიდგენია. ესე იგი სულ უგანდაში 34 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ესე იგი კაცზე 1 ტონა ოქრო მოდის. აწი მათზე ლექსიც დაიწერება. ჰაი თქვენ უგანდელებო. გაუმაძღარნო ოქროთი.
ახლა სიმდიდრეს თუ ჭკვიანურად მოიხმარეთ, უგანდას მალე ქვეყანა ვერ აჯობებს. ხარბები ვითი არ უნდა ეტაკოთ ეხლა მაგარ ოქროს. ქვეყანას მოახმარეთ და ეკონომიკაც აღორძინდება. სხვის საქმეში რა ადვილია ჩარევა ამას და დავატირე. ერთი რა უნდა მოვიკითხო, იცი უგანდაში ფესვები ხო არ მაქვს რამე. ეხლა მაინც დატრიალდი ბიჭო. ამ ბაბავს თუ უცდიდი აგერაა ბატონო და უგანდელი გოგო მაინც მოიყვანეთ ცოლად. ნუ გაგვაგიჟე. კაი გოგო, უგანდ, ცოტა შორის კაი გოგოები. უგანდელებს ერთი ტონა ოქრო რო ჩამოსათრევი აქამდე. დაჩეში რა კიდა. სანამ ჩვენი გოგი უგანდელი გოგო შეარჩევს, მანამდე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ შოუში დოლგარმოზე უკრავს და გეიმის განწყობაზე გვაყენებს უგანდელების პოტენციური მოყვრები, სოურელები და გიორგი გოგიას მომავალი მეჯვარე შოშიტაშვილი. ძალიან არასტაბილური ამინდებია ჩემო ნიკოლოზ რა. აბა, ალაგ-ალაგ ხარიქრის, ალაგ-ალაგ წვიმა. იმერებ, ბარებ, რა პრობლემაა, შეგინაცოა შემი თავი. ხო, მაგრამ ამ საროჩკითი. რა გამოვიცვალი. მაშასე რეტრო ანსამბლი ბასრი ქუდები.